ძნელად იპოვით კიდევ ერთ ქვეყანას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ისეთი პომპეზურობითა და ენთუზიაზმით აღნიშნავს, როგორც რუსეთი. რუსეთისთვის 80 წლის წინ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება უდიდესი სიამაყის წყაროდ და ისტორიის განმსაზღვრელ მომენტად რჩება. გამარჯვების დღე, რომელიც 9 მაისს აღინიშნება, ქვეყნის მთავარი საერო დღესასწაულია, სიმბოლო დიდი მსხვერპლისა და ამავე დროს პოლიტიკური იარაღი, რომელსაც კრემლი პატრიოტიზმის გასაძლიერებლად და საბჭოთა კავშირის შემდეგ დაკარგული დიდების აღსადგენად იყენებს. 9 მაისის აღნიშვნა ეროვნული ფსიქიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მეორე მსოფლიო ომში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით 27 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ რუსეთში არ არსებობს ოჯახი, რომელიც ომისგან ხელუხლებელი დარჩა. ვიღაც ვეტერანია, ბევრ ოჯახს ყავს ვინმე, ვინც ომში დაიღუპა ან დაიჭრა. სწორედ ამიტომ ეს არის უახლესი ეროვნული მეხსიერება, რის გარშემოც მთელი ერი ერთად არის შეკრებილი და ნაიარევები ჯერ ისევ არსებობს. ეს ასევე საბჭოთა კავშირის მთავარი მიღწევაა მე-20 საუკუნეში. და ბოლოს მივდივართ ვლადიმერ პუტინამდე, რომელმაც 9 მაისის აღნიშვნა სამოქალაქო რელიგიად აქცია, რითიც აძლიერებს პატრიოტიზმს, ნაციონალიზმს, ნოსტალგიას და ამართლებს როგორც მის რეპრესიულ რეჟიმს ქვეყნის შიგნით, ასევე რუსეთის სულ უფრო ექსპანსიონისტურ საგარეო პოლიტიკას საზღვარგარეთ, განსაკუთრებით მეზობლების მიმართ. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ამ 80 წლიდან 25 წლის განმავლობაში მართავს რუსეთს, გამარჯვების დღე თავისი მმართველობის მთავარ საყრდენად აქცია. ეს დღე მხოლოდ წარსულის მოგონება კი არა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ამბიციების გამართლებაცაა. ის ცდილობს ეს დღე გამოიყენოს უკრაინაში წამოწყებული ომის გასამართლებლად. წელს ვლადიმერ პუტინმა სცადა ეჩვენებინა, რომ დასავლეთის მცდელობა რუსეთის იზოლაციისა წარუმატებელია. სწორედ ამიტომ მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და სხვა მსოფლიო ლიდერები მიიწვია. ეს კი პუტინის გზავნილია. რუსეთი კვლავ გამარჯვებულთა რიგებშია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი არ არის იზოლირებული, რომ რუსეთი აღიქმება ლეგიტიმურ გამარჯვებულ ქვეყანად, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულთა შორისაა. შემდეგ კი ცდილობს აჩვენოს, რომ ევროპის მცდელობა რუსეთის გარიყვისა და მეხსიერებიდან, მისი წაშლისა უბრალოდ არასწორია და რომ მას მხარს უჭერს მსოფლიო უმრავლესობა. ამასთან კიევის მთავრობის ნაცისტურ რეჟიმმა წარმოჩენა ვლადიმერ პუტინისთვის ერთგვარი ხრიკი გახდა, რათა გაემართლებინა უკრაინის მიმართ სულ უფრო კაცრი პოლიტიკა, საბოლოოდ კი ყირიმის ანექსია და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ეს ძირითადად ჩვენი წინაპრების ხსოვნას უკავშირდება და ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ ომი მოიგეს, შესაძლოა ეს გეოპოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე იყოს. მიუხედავად ამისა, ჩვენი 27 მილიონი თანამემამულე დაიღუპა და მეც ებრაული ფესვები მაქვს. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთისა და დასავლეთის კავშირები გაღრმავდა და გამარჯვების დღის აღნიშვნას ბევრი დასავლელი ლიდერი დაესწრო. 2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დაესწრო 9 მაისის აღლუმს საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად. ხოლო გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2010 წლის აღლუმზე წითელ მოედანზე იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია მოახდინა და 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინასთან, დასავლელმა ლიდერებმა ღონისძიებაზე დასწრება შეწყვიტეს. წელს ვლადიმერ პუტინი რუსეთში ჩინეთის, ბრაზილიისა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებს ელოდება.